კატასტროფა არის და მე მინდა გითხრათ, რომ ამ დაკავებებში კიდე სხვა მნიშვნელოვანი რაღაცას ჩანს. ჯერ ერთი რო შეხედოთ, როგორ არის ახალგაზრდა გოგონა, მარტოხელა დედა, რომელსაც ბავშვი ელოდება გარეთ, მცირეწლოვანი, აი როგორ არის ეს ადამიანი, ან ექსტრემისტი, ან ტერორისტი. როგორ არის ლაშა ჩხარტიშვილი, რომელსაც 100,000-ობით ლარი აქვს ჯარიმა, რომელსაც რამდენიმე საქმე აქვს მოგებული სტრასბურგში. რომელსაც ცხოვრებაში ადამიანისთვის ხო ახლა დავიტყვი, რომელსაც ადამიანისთვის არ უწყენებია, ცხოველებისთვის არ უწყენებია, იმიტომ რომ ეკოლოგია თავისი პროფესიით, რომელიც მიდიოდა დედის 40-ზე. და ამ დროს დააკავეს და მე მინდა გაგახსენოთ, რომ ეს არის დაკავების ფორმა ვახო სანაიასთან დადგომა თავზე და ბავშვის გადასწრება. თან უნდა გვახსოვდეს, რომ ვახო არ არის პირველი შემთხვევა, როცა არის სისტემის მსხვერპლი თავის შვილთან ერთად, ხო? ის თავის უმცროს შვილთან ერთად იყო, თუ გახსოვთ რამდენიმე წლის წინ ზამთარში, როცა ტიტუშკები მიუქციეს პირდაპირ. მე დარწმუნებული ვარ, მე თვითონ მაქვს ეს გამოცდილება, იმიტომ რომ მამაც ჩემს აკავებდნენ ხოლმე ედუარდის დროს ის იყო ზვიადის მომხრე და რამდენჯერმე არის დაკავებული სახლიდანაც არის წაყვანილი და ნაწამებიც არის და მე პატარა ბავშვი ვიყავი, ამას უყურებდი ყველაფერს და იმაზე საამაყო რა უნდა გაეკეთებინა, არ ვიცი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ვახო შვილები, ყველა მარიამის შვილები, რომლებიც ახლა ამას უყურებენ, კი მტკივნეულია, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ყველაზე დიდ და საამაყო რაღაცას აძლევენ ისინი ამ ბრძოლის მაგალითად. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი რაღაც მინდა ვთქვა. ძალიან ცუდად გამომდის რომ ვამბობ, მაგრამ არ გაგაჩერებს არც 6 დღე, არც 2 წელი, არც 4 წელი, არც რა ვიცი, არანაირი დრო, როცა შენ მართალი ხარ და შენ გინდა შენი შვილებისთვის ეს შენი ქვეყანა. ივანიშვილს ეს რომ არ უნდა სწორედ ისე იქცევა. რომ რა ვიცი, თავის შვილებსაც, როგორც თავისი შვილებიც არ უყვარს თქვენ, იმიტომ რომ არ უნდა ამ ქვეყანაში რო ცხოვრობდეს მისი შთამომავლობა. ამას ისტორია არ აპატიებს, არც ივანიშვილს არც მის კლანს, არც მის გუნდს, ის რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება, საიდაც ახლა ქვეყანა მიდის, ეს აუცილებლად გაწყდება, აუცილებლად დასრულდება, მაგრამ ისტორია ამ ფიგურებს, ამ ამბავს არ აპატიებს. თქვენ ამბობდით, თქვენს ვლოგებს უყურებდი და ეს არის რბილი ძალი სახელმძღვანელოებში დატბორვის მეთოდიკას უწოდებენ ამასო. აი რას ტბორავს ახლა ივანიშვილი ამ სიბინძურით? ხო, ეს სტრატეგია კარგად აქვს შემუშავებული, ერთის მხრივ ეს არის ღამის ბრიფინგები. ყოველ საღამოს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აი ტერორის ატმოსფერო რო შეიქმნას, გეკაჩეპერო მოდიოდა ეს ჩვენ მეხსიერებაში, გენეტიკაში ხო არის ხა ჩვენ პატარები ვართ, მაგრამ გავიზარდეთ ამ ცნობიერებით, რომ ბაბუას მოაკითხეს, ბებიას მოაკითხეს 37 წელში, ღამის ბრიფინგები, პირთა განუსაზღვრელი წრე, არ ვიცით ვინ დააკავეს, ტერორია ჩვეულებრივი მოსახლეობის დამუშავება. აქ მნიშვნელოვანი ძალიან დიდი შეცდომა, რომელსაც რეჟიმი ჩადის, ეს არის ქართულ გენეტიკურ კოდზე დაბიჯება და გენეტიკური კოდი მდგომარეობს შემდეგში. როდესაც დედის 40-ზე მიმავალ ლაშა ჩხარტიშვილს აკავებ. როდესაც მარტოხელა დედას პატარა ბავშვის მშობელს აკავებ. როდესაც დედის დასაბლავებაზე ახობაძეს ციხიდან არ უშვებ. როდესაც ცოლისა და მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით გახსოვთ ის მანქანაში როცემეს ლეონიძის ქუჩაზე. ადამიანს ცემ. მე მინდა გავიხსენო ძალიან მნიშვნელოვანი ქართული კულტურის გენეტიკური კოდი. ხასანბეგ თავდგირიძის ამბავი. ეს იყო დიდი მოღალატე, მონად მოვაჭრე. ლელო შუხუთის ლელო რისთვისაც არსებობს, მაგას უკავშირდება, ხო? ის იყო მონად მოვაჭრე. იმიტომ ემსახურებოდა მაშინ ოსმალეთის იმპერიას ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სარგებელი ქონდა, იტაცებდა ბავშვებს საქართველოსთან და პირდაპირ და ფულს აკეთდებოდა. ხო, ესეთი იყო ესეთი მოვლენა. აი რა პარალელი გაქვთ ახლა? მაგრამ გურულებმა ხასანბეგურა რო დაწერეს და უმღერეს, ნახეთ ბოლოში, ხო, მოკლეს ის. სასტიკად მოკლეს, თავი მოკვეთეს და მე უბედურება დაემართა იმას, იმიტომ რომ სიძულვილი ქონდათ. მაგრამ ეს მთავრდება ესეთი ფრაზით: მაგრამ ჩემი ძმა რახან იყო, ამიტომ მე დავმარხეო. ანუ გამწარებული გურულები ამბობენ, თან მაჰმადიანია, თან გადაუარა, მაგრამ ესო ჩემი ძმა იყო და მე დავმარხე. ანა ბიძა ივანიშვილი ღარიბაშვილს მინდა დაგაბრუნოთ. არა, დავამთავრებ. მე მისმის. არა, აქ საქმე რა შეერც, კი დამაბრუნებ, მაგრამ უნდა ვთქვა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. ის რაც დღეს ხდება, ეს აღარ არის არც კლანურობა, არც მაფიოზურობა, არც არაფერი. ეს არის ქართულ ფასეულობებზე გადავლა. და ყველამ უნდა გაიხსენოს და დაიმახსოვროს, რომ
ამაკედან გამომდინარე ქართული ოცნების მხრიდან საუბარი რომ ოჯახური ფასეულობები და ევროპა ცუდია, იმიტომ რომ ოჯახს პატივს არ წევს, ეს არის აბსოლუტური დიდი ტყუილი, იმიტომ რომ არც ოჯახი, არც მეგობრობა, არც ძმაკაცობა, არც შვილები, არც ბავშვები არაფერი არ აინტერესებთ ამათ. და იმედი მაქვს რომ ეს გაგება, რომელიც საქართველოში 100 წლეულების განმავლობაში არის, რომ ჩემი მტერია, მაგრამ მაინც მე მოვული მაგის ხედარს. იმედია ეს გაგებამ გაიმარჯვებს. ანა, ადვოკატი გამოვიდა სასამართლოდან. ანა, რას ფიქრობთ თქვენ? ერთი ორ რაღაცას გეტყვით. პირველი, სოფთა ისტორიული მაგალითია. ეხა წლები ყავდათ გადამალული მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. მაშინ არც ტელევიზიები არ იყო, არც გაზეთები არ იყო, სულ სიტყვით ვრცელდებოდა მათი ამბავი და ამით გადაიქცნენ ისინი ლეგენდებად. და სულ სახლებში, სამზარეულოებში შენარჩუნდა ეროვნული მოძრაობა და მე ამოვიდა. ანუ ეხლა შეუძლებელია ამის გაჩერება. საქმე არის რამდენ დროს მოგპარავს ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი და მე და თქვენ რამდენ დროს წაგვართმევს, თავის თავს გაიწვალებს და ჩვენს გაგვაწვალებს. ამაზე აუცილებლად იქნება პასუხი დასავლეთიდან. მე ხა ჩამოვედი ძალიან დიდი შეკრებიდან ამსტერდამში. მთელი ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიების შეკრება იყო, ნორვეგიის პრემიერი, ლიტვის პრემიერი, ესპანეთის პრემიერი, დიდი შეკრება იყო. იქ იყო საუბარი სანქციების შემდეგ ეტაპზე, რომელიც შეეხება საშუალო რგოლის მენეჯმენტს ქართული ოცნების. დღეს რეალურად დებატი არის და ჩვენ მაგრად უნდა ვიმუშაოთ, რომ მარტო მაგათ არ შეეხოს ოჯახის წევრებსაც. ისეთი ჩანაწერია იქ, რომ ცოტა ორაზროვანია და აუცილებლად ხელს შეუწყობს აი ეს მოვლენა. ევროპული სანქციები უკვე ბიძინა ივანიშვილის. ბიძინა ივანიშვილის, აი უფრო 1500 ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ემსახურება, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი თვითონ იძლევა განკარგულებებს და ირეკლი ცოფიანი. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ის რაც ვიხილეთ, ჩხრეკები, ძვირფასეულობა, დოლარები, ოქროს ზოდები, მივა საქმე ღარიბაშვილის, ლილუაშვილის დაკავებამდე და ფარცხალაძეზე დაკავების ორდერი გაიცემა, ის ვიცით რომ არ არის საქართველოში, რუსეთშია, რომანოვის გვარით მოძრაობს. ხო, ეს ხალხი არ არის ხელწამოსაკრავი ხალხი. თავიანთი გავლენებიდან გამომდინარე. ვნახეთ კიდევაც მე ისედაც კარგად ვიცოდი, იმიტომ რომ ვიცნობ ამ შემადგენლობას 2011-12 წლებიდან გამომდინარე. მათ მხარდამჭერებს ეს ხალხი არ არის ის ხალხი, რომლის დაკავება და ციხეში გამომწყდება ძალიან ადვილია. მათ ბევრი მხარდამჭერები ყავთ, ბევრი ბენეფიციარები ყავთ. შესაბამისად ეს არ იქნება ადვილი გადაწყვეტილება, თუმცა რა თქმა უნდა შეიძლება აქამდე მივიდეს. ფაქტი იმაშია, რომ აქეთ ასევე ვიცით, ფაქტი ეთქედე გაწყვეტინებთ, უბრალოდ მინდა რომ აყურებელს დროზე მივაწოდო ინფორმაცია. ლევან ჯობავა 2 კვირით გაუშვეს ციხეში და ჩვენი კოლეგა ლიბერალის და ცხელი შოკოლადის მთავარი რედაქტორი შალვა ჩუბინიძე 14 დღით, ასე ისიც 2 კვირით, ორივეს პატიმრობა შეეფარდა და ველით ადვოკატების გამოსვლას და აუცილებლად შემოვთავაზებთ ჩვენს მაყურებელს კომენტარებს პირდაპირ. ხო, საქმე იმაშია, რომ ეხლა ეს არის ოცნების მცდელობა, რომ რეალურად აალაგოს რუსთაველი. რა მნიშვნელობა აქვს თუ აალაგებს რუსთაველს? გაჩნდება ახალი რუსთაველი. ოღონდ შეიძლება ეს იყოს ზუგდიდში. ანუ აქ თვითონ წინააღმდეგობის გაგებას რო შევხედოთ, მე გეტყვით რა, ზუსტად ვიცი, უზბეკეთში მუშაობდი მაშინ. როდესაც აი რაღაცა ამდაგვარი უფრო რთულ ფორმებში მოხდა, დააკეტეს საშინელებები გააკეთეს მაშინ. და ის კაცი მერე გარდაიცვალა და იმის შვილები ზიან დღეს ციხეში თვითონ ხალხმა. ხო, ანუ თავიდან ეს არის დროის ფაქტორი, სამართლიანობა თავიდან ბოლომდე ამ თემებზე დადგება. გარდაუვალია, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ რამდენს დააკლებენ, რამდენს გააღარიბებენ და რამდენს ამუშავებენ. თქვენი ინფორმაციით არ არის ასეთი ადვილი ღარიბაშვილის და ლილუაშვილის დაჭერა ივანიშვილისთვის? იმიტომ რომ ნახეთ ბაზა, რომელიცგანაც შედგება ქართული ოცნება, აი რას შემადგენლობაც არის, მით უმეტეს ის ხალხი, ვინც დააფუძნა ოცნება. მე ნასოფრალზე მოვიდა კი არა. ხა ირაკლი კობახიძე არის ჩანგალზე მოსული უკაცრავად და სხვა. როდის მოვიდნენ, რო შედგა ეს პარტია, გამოიარეს ყველაფერი და მე მოვიდნენ და დაიკავეს თბილის კამები. ეს ბაზა, ამ ბაზაში ბევრი ხალხი ყავს, ქომაგი და მხარდამჭერი ამ ხალხს, ვინც დაასახელეს. შესაბამისად მათი დაჭერა ალბათ ურჩევნია ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს ფული გამოართვას და თავი გაანებოს, გაუშვას სადმე. მაგრამ შეიძლება ეს არ დანებდეს იქი და საბოლოო ჯამში მაინც მივიდეს იქამდე, რომ როგორც ნახეთ, ბაჩიაშვილიც ხო ჯერ 1000 ჯერ შეუცვალეს, გარეთ ყავდათ ჯერჯერობით. მე არაფერი რო არ გამოუვიდათ, გადაწყვეტეს რომ წნეხის ფორმად გამოეყენ, ხო თავიდან გარეთ იყო ის დადიოდა პასპორტი ქონდა ჩამორთმეული, მაგრამ პატიმრობა არ ქონდა. მერე რომ ვერ გამოართვეს ეს ფული, ვერ გამოართვა ივანიშვილი. ხო, მაგრამ ის გაიპარა ქვეყნიდან და ხო, და მერე ჩასვა ციხეში და შეიძლება აქ ამ ესკალაციამდეც მივიდეს. კი ბატონო.